ღამშვიდობის მოგესალმებით ტელეკომპანია რუსთავიორის ტელემაყურებელს, მოგესალმებით სტუდიიდან, საიდანაც ყოველ შაბათს გესალმებით, პრინციპში გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ყოველ შაბათს ამ დროს 23 საათსა და 30 წუთიდან ვიწყებთ თქვენთვის ძალიან საინტერესო ინტერვიუს, საინტერესო რესპონდენტთან და დღეს განსხვავებული ინტერვიუ გვექნება. ცოტა თემა სასტენილი, გამომდინარე რეგალია სასტენილი, უფრო სწორედ, იმიტომ რომ ჩვენ ვიწვევთ ჩემპიონებს ჩვენთან სტუდიაში და შესაბამისად მათთან გვაქვს ხოლმე საინტერესო ინტერვიუ, თუმცა რატომ არის დღევანდელი გადაცემა განსხვავებული? იმიტომ რომ ჩემთან სტუდიაში იმყოფება ადამიანი, რომელიც ერთ-ერთი უმთავრესი შემოქმედია იმ ოქროს მედლების, რაც არის საქართველოს ყურებაში, ეს არის ზურაბ კახაბრიშვილი, თავის საქმეში ჩემპიონი, არა მარტო ევროპის, მსოფლიოს, არამედ ოლიმპიური ჩემპიონის და აქვე გეტყვით, რომ ეს ადამიანი არის უშუალო მონაწილე იმ ოქროს მედლების, რომელიც ჩვენ საქართველოშია, რომელიც ქართველმა სპორტსმენებმა მოიპოვეს, არა მხოლოდ ევროპაზე და მსოფლიოზე, არამედ ოლიმპიურ თამაშებზე და ძალიან საინტერესო თემებს განვიხილავთ, ისეც როგორიც იყო ბექაურის ტრავმა, ისეთი როგორიც იყო შერეზადაშვილის ინციდენტი, ზვიადაურის ტრავმა შევეხებით, ტალახაძის ტრავმა შევეხებით, მოკლედ ძალიან საინტერესო საუბარი გვერის. გამიგზელდა შესავალი, ზურა, მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად, ძლივს დაგიჭირეთ. საქართველოში და კონკრეტულად თბილისში, იმიტომ რომ ხალხი ამბობს, რომ ზურა კახაბრიშვილსო ოჯახი ხდება აეროპორტში, ჩანთას უცვლიანო და ისე იყო, არის ეგეთი მომენტი. არის ეგეთი? კიდევ კაი მარტყოფი ახლოს ამაქვს სოფელი და ხანდახან იქიდან იმაშვები ხოლმე. მართლა ეგრეა. მადლობა რომ ხარ ჩვენთან და მოდი დავიწყოთ საუბარი შენი პროფესიით, იმიტომ რომ შენმა პროფესიამ შენ ცხოვრებაში ყველაზე დიდი ადგილი დაიკავა და წარმოუდგენელია. მე არ ჩამოთვალე შეგნებულად შენი რეგალიები, იმიტომ რომ მე არ მეგულება საქართველოში ადამიანი, თუნდაც ისეთი, რომელსაც სპორტი შეიძლება საერთოდ არ უყვარდეს, არ იცოდეს ვინ არის ზურა კახაბრიშვილი. არჩევანი ცოტა ისეთი მქონდა, არ მინდოდა მედიცინა, მაგრამ რა ვიცი, ალბათ ისეთი იძახდე რომ ეს ვერ ჩააბარებსო თან რაღაცა და ამიტომ გადავწყვიტე ექიმობა ბოლო-ბოლო. თუმცა გზა ისე წავიდა პოლიტიკურათაც და ესეთი ცხოვრება იყო, რომ მომიწია სამხედრო სამსახურის გავლა, მერე მოხდი სხვადასხვა ბრძოლის ველზე, ასე ვთქვათ, ექიმად. გამოჩნდა რომ არ ვიყავი მზად მაგისთვის, ამიტომ ჩემი კურსი ჯგუფი ძალიან მაგარი მეგობრები მიყვარს, რომლებმაც ჩემში მერე ჩადეს ინვესტიცია, რათა მე ეს სფერო მესწავლა უკეთესად, იმიტომ რომ სამხედრო ექიმობასა და სპორტულ მედიცინაში შორის დიდი განსხვავება არ აქვს. უბრალოდ უიარაღოთ იბრძვი ტატამზე, მინდორზე, არენაზე, რინგზე და ამიტომ მე მივხვდი რომ ძალიან ჩამორჩებოდი მე პირადად. ეს არის ჩემი პლუსი, რომ მე ყოველთვის ვაღიარებ თუ რაღაცა არ ვიცი, რათა ის დეფიციტი მე შევავსო და არ ვეძებ მიზეზზე. მიზეზი უნდა ეძებო ადამიანმა შენში. აი ამის მერე დაიწყო ის, რომ საჭირო გახდა ცენზის მოპოვება, დისერტაციის დაცვა და ასე შემდეგ განათლების მიღება და ფინანსური პრობლემები არ იყო და ამიტომ ყოველთვის მიშვებდნენ უცხოეთში მეგობრები, რათა ეს განათლება მიმეღო და მოვედი აქამდე, სადამესაც მოვედით. კი ბატონო, ეს არ არის მარტივი გზა, ხო? იგივე ლიცენზიების აღება, იგივე დისერტაციის დაცვა საკმაოდ დიდ შრომას მოითხოვს. აი ამ ეტაპზე, შენი ცხოვრების ეტაპზე, თუ ყოფილა ისეთი მომენტი, როდესაც გიფიქრია, რომ თქვათ, მოდი დავანებებ ამ პროფესიას თავს და რა? იყო, იმიტომ რომ იცით რა იყო, 90-იან წლებში, როცა უკვე სამხედროდან მოვდიოდი და სპორტში მინდოდა როგორც ექიმს დამემკვიდრებელ ადგილი, ფინანსების გამო ექიმი ვერ ხდებოდა დელეგაციაში და ცნელობა დავიწყდა, აკრების ცნელი ვიყავი, გოგოებსაც ვავარჯიშებდი, მაგრამ მე ვალოდიან უცუბიძე მითხრა, რომ მოდი საჯობა და საერთაშორისო კატეგორიის საჯო ვიყავი 12 წელიწადი და ევროპა და რავი, ყველაფერი ვიცოდი, თამაშები და ასე შემდეგ. და მივხვდი, რომ საჯობა მერჩვინა. მაგრამ მე მოხდა ისე, რომ აი ზუსტად ის ეღავინ ჩამოთვალე იქ ზვიადაური ასანიძე, რომლებიც დარბაზში ტრავმებს იღებდნენ, მათ დაამტკიცეს, რომ ექიმის გარეშე ვერ შეძლებდნენ იმ შეჯიბრებებზე გადმოსვლას და ამიტომ მოხდა ესე, რომ მე იქ დავით გობეჯიშვილმა წარმადგინა სიდნეის ოლიმპიადაზე და ესე მოხვდი მე და უკვე რა არის, მე შენ ხო იწამლები ამ სპორტის სიყვარული და უკვე წამლავს ხებსაც შენი იმით, რომ შენ რაღაც მომენტში მათთვის საჭირო ხარ. შეუცვლელი ადამიანი არ არსებობს, ახლა მე შემცვლია და ამდენი ახალგაზრდები გავზარდე, მაგრამ მე ამაყი ვარ, რომ ესეთი ხალხი გავზარდე. მე როცა დავიწყე საქმე, ვიყავი მარტო.
მარტო და ინტერესიც არ იყო ავსტრიოს არანაირი და მე ნელინა სპორტული მედიცინის შექმნა ნელინა მე გამოჩნდა ჩემი მეგობრები ვალერი ახალკაცი და ეს ხათულა საგანედი და წამოვიდა ამის შევსება მე ეკი არა ვიტამინებზე მას უყვები ხომე ურნებში ვიყურებოდი რას ვამდა იაპონელი და ამერიკელი და კორეელი და მეთქი ამათ როგორ უგებთ მეთქი საერთოდ რა დონეზე არის და მე ესე მეგობრებს ხოვდი მოდი ეს შემოვიტანოთ ეს მაშინ გავიგე რა იყო გლუტამინი და ბეცია და რაღაცა და ამინო და დღეს მაღაზიები არის გახსნილი ჰიპერმარკეტები გულო და სულო რაც გინდა იღე გემოვნების მიხედვით არის მაშინ იყო ერთი ვანილის გემოთი და ეხა მიეცი ვინმეს ვანილის გეტყვი მე შოკოლადის მინ ეს ფუფუნება დღეს გაჩნდა მაგრამ საიდან გაჩნდა ეს გაჩნდა ზუსტად აქედან რომ მოთხოვნილება მე რო დავინახე ვირას ვამდა და შეხვედრებს შორის რომ რა ნახშე წყალი უნდა მეგიღო და რაღაც შოკოლადის და პროტეინის ბატონჩიკები რომელიც დღეს ხურდაში აძლევენ მაგრამ სად იყო მაგისისა ზუსტად რომ მიგეცა რამდენი კალორია იყო რომ აღდგენა და ისა და ესე დავიწყეთ და მოვედი დღემდე რაც არის რა თუმცა მე ეტაპობრივად სპორტის სამინისტრო მე სპორტის სამინისტროს ვიტყვი ხოლმე ყოველთვის იმიტომ რომ ახან რა ერქვა ხანმა დღეს ეგრე ქვია ყოველთვის უმატებდა ბიუჯეტს და მივდიოდით იქამდე რომ მოთხოვნილება იყო მაგრამ იყო მარტო დიდების ნაკრებზე ხო ეროვნულ ნაკრებზე დღეს შემიძლია თქვა რომ აი ახალგაზრდები ჭაბუკები გამოვიდნენ ბერძნულ რომაული ჭიდაობა სამსამი ოქროთი იმით ეს მართლა მაგარი შედეგი იქ უკვე იქაც ამყავს უკვე ექიმები იმიტომ რომ ყველა გუნდი და ყველა ფედერაცია მიხვდა რომ ექიმის და სამედიცინო პერსონალის გარშე შეჯიბი წასვლა არ შეიძლება კი ბატონო ამას მე არ მგონია რომ ოქსფორდის და კემბრიჯის დამთავრება იყო იმისთვის საჭირო რომ აქ მისულიყავით რომ ყველა ამის საჭიროება დაენახათ მე მესმის რომ შეიძლება იმ პერიოდში ფინანსური პრობლემები იყო მაგრამ შენ აღნიშნე რომ დელეგაციაში ფინანსების გამო ექიმი ვერ ხვდებოდა, ჩემთვის წარმოუდგენელია დღეს 21 საუკუნეში თუ კიდევ არსებობს ისეთი ადამიანი, რომელმაც შეიძლება ვერ დაინახოს ექიმის აუცილებლობა ამა თუ იმ თუ ვერ დაინახა არიან დღესაც სახეობები ხა იქ სხვადასხვა იმაში სათამაშო სახეობაში რომ არ აყავთ და მარტო აი თეორიის დონეზე ეხმარებიან, მარტო ჩამოდი არის მე ვფიქრობ არ არის ეგრე, იმიტომ რომ ექიმი აგებს ძალიან ბევრ რაღაცაზე ძილი, კვება, ადაპტაცია, დოპინგი, რეაბილიტაცია, მასაჟი, მედიკამენტი, რა ვიცი, ყველაფერი. ხო და ეხლა ამიტომ ძალიან დიდ დროს ატარებს სამედიცინო ემას, ამიტომ მე ვფიქრობ რომ პირიქით ყოველთვის უნდა გამონახოს ყველა გუნდმა იმისი რომ შტაფი და კომპლექტებული ყავდეს ყველანაირი სამედიცინო ერთი მაინც ყავდეს არ ვამბობ მე ეხლა იქ ფსიქოლოგი, მასაჟისტი, რეაბილიტოლოგი ცალ-ცალკე კი ბატონო, შენ რამდენიმე წუთის წინ თქვი რომ ნაგვის ურნაში ვიყურებოდი რა სვადნენო სხვადასხვა დამლაგებას ვასწრებდი ხოლმე რომ ჩემი ამეღო მასა რატო იცი დიდი ტელეფონი მქონდა მოტორო და არ იღებდა სურათს ამას გეუბნები სიდნეის ოლიმპიადა და ხო ვერ გადავიღებდი და აი გვერდიდან რო ხედავდი ნახარ რომ საქართველოს ნაკრების კედელს ვაკეთებინებდი ურნაში იყურება რა შტაბისილება არა მაშინ არავინ არ ვიცოდა შუმა დავდიოდი ჯორჯიას ვიხსნი დავდიოდი კარგი მაგრამ შენ ხო შენი ხერხები გქონდა აი ამ ბრძოლის რასაკვირველია მაშინ ამას ქვია ურთიერთობა ყველა წიგში არ წერია ყველაფერს სწავლობ ურთიერთობით ვიღაცას ღვინოს ალებინე ვიღაცა ჩურჩხელას იმაზე აი ესე ვიღაცა ჩამოიყვა ვიღაცასაც ჩახვალ და ურთიერთობის სადაც ხალხი გეხსნება სიყვარულით მეგობრობით და ესე გახდა მე ვთვლი რომ დღეს ჩემი მასწავლებელი იქ სერგოჯაიანი იყო საქართველოს და დოლმიშხაჩეთაში მაგრამ უცხოელებთან ვინც იყო ალბეთ გუზბახერი რომელიც 8 არის ოლიმპიადაზე იყო ძიუდოს სამედიცინო ანტიდოპინგ კომისიის წევრი ძალიან ხშირად ჩამოდის მაგან გაზარდა თაობები ოპერაციები აი ყველა მაგან გაზარდა და მე ვიტყვი რომ ზუსტად მაგის აი ურთიერთობებით გავიზარდე მეც იმიტომ რომ მომცა საშუალება იმის დანახვის რაც არაჩანს კულისებში კი ბატონო ზურა მოდი გადავიდეთ ეხლა წმინდა სპორტულ თემატიკაზე ჩვენ და მე მინდა კითხო ამ საქმიანობამ შენმა სფერომ რაშიც უდაოდ ერთ-ერთი საუკეთესო ხარ თუ ერთი არა ძალიან დიდი ბედნიერება მოგიტანა და თითოეულ კადრში ჩანს ეს ყველაფერი რომელიც ჩვენ ზურგს უკანაც გადის და რომელსაც მაყურებელიც ხედავს და ბუნებრივია ეს ისტორია რომელიც შენ შექმენი შენი ცოდნით შენი შრომით რა ვიცი შენი საქმიანობით და შესაბამისად აი ამ ბიჭების აი ამ ბედნიერებაში რომელიც საბოლოო ჯამში მათ ქვეყანას მიანიჭეს ზუსტად შენი ჩართულობაა რას ნიშნავს აი შენთვის როცა საბოლოოდ გვირგვინს იდგამ შენს რა თქმა უნდა იმ სპორტსმენთან და მწვრთნელთან ერთად რომელიც კვარცხლბეკის მთავარ საფეხურზე დგას ლაშა მე წერან გითხარი რომ არის მიზანი და არის მიზეზები მე დავიწყე ამ მიზეზების გამორიცხვა ის წეღარაცა თქვი იგივე ფინანსები იგივე ცენზი ყველაფერი
და მივხვდი რა მე ვაკვირდებოდი გინდა კარცეისის სამაშ გინდა 48 წელს ბრაზილიას და სეპირად ვიცოდი მათი გუნდის ისინი და შემდეგ აი დაუშვათ 82 წლის იტალიის გარდაქმნა ჯგუფი და ესე და მიფიქრობდი რომ ალბათ მედიცინა ალბათ ფსიქოლოგია რაღაცა არის და ამიტომ ამ ძიებაში და იმაში დავიწყე ჩემში ამ მინუსების ძებნა და დევიზი გამიჩნდა ესეთი მაჰატმა განდის ქონდა ესეთი სიტყვები და მეცინებოდა და მე მეუნე იმიტომ დადიხარ ხანდა მე შლოკვანცები და იმიტომ და თავიდან როცა რაღაცას იწყებ შენ დაქცინიან მე ჭორაობენ შენზე მე გებრძვიან ბოლოს შენ იმარჯვებ აი ეს დევიზი იყო რომელიც გამომყვა და მოვყევი აქამდე მაგრამ ეტაპობრივად ამ გამარჯვების გზაზე მე მარტო ხდებოდი რომ ამას ვერ მივაღწევდი და იქ უკვე ჩემი სამედიცინო კოლეგების საშუალებით უკვე იქ შეიქმნა ფაკულტეტი, რომელმაც გაზარდა ის თაობები და დღეს შემიძლია გითხრათ 78 ადამიანია ოლიმპიურ ნაკრები გუნდებთან, არაოლიმპიურ პარასპორტის სახეობებში, სადაც ჩვენი სტუდენტები არიან. და ოლიმპიადაზე 9 ჩვენი სტუდენტი იყო ბოლო ოლიმპიადებზე დამყავს, იმიტომ რომ იმის სხვა ენერგია აქვს და აი ეს წყნარათა ვარ ფეოლასავით, იმიტომ რომ ვიცი რომ ისინი არანაკლებად ჩემზე გააკეთებენ. მე შეიძლება გამოჩნდეს, იმიტომ რომ თუმცა ძალიან უჭირთ რომ რაღაცა ის ჯადოსნური, შამანური ისინი მოახდინო. მოგიხდენია იგი. კი. ეს საფეხურები რომელიც შენ ჩამოთვალე. შენ ცხოვრებისეულ ეტაპებზე გაიარე, მოგიწია გავლა? ალბათ მომიწია, იმიტომ რომ იყო იმედი, ჭორაობა ეხლა არის თუ არის, აი ხმამაღლა ვიძახი. ეხლა უფრო მეტი გაჩნდა. და რატო რას გეუბნია? მე ცეთყობა უკვე ამოვწურე ჩემი შესაძლებელი ეგრე გონია და არ არის პრობლემა რა. არა, პრობლემა არის. პრობლემა არ მაქვს, იმიტომ რომ მე შეუცვლელი ადამიანი არ არის და მე მიხარია რომ ახალგაზრდები, რომლებიც აგი დააჯილდოვა პრემიერმა და პრეზიდენტმა, მე მიხარია რომ ეს თაობა მოდის და მე ბედნიერი ვარ. და ამაყი ვარ პირველ რიგში. კარგი. ამიტომ მაგას აღარ ვეტყო, არის რაღაცა, როცა მეც რო შევატყობ რომ ვეღარ მაქვს ის ისწრაფე რა შევასწრებ შერაზადაშვილის ის აი მაგას თუ ვეღარ გავაკეთებ, მე იქ აღარ ვიქნები. და ამას მე შინაგანად ვიგრძნობ. კარგი, მოდი რახან შერაზადაშვილი თავად ახსენე, მოდი დავიწყოთ შერაზადაშვილის ეპიზოდით. შენ რეალურად აქ ვალდებულებებზე არ ვსაუბრობ, ეხა ადამიანს უჭირს აბსოლუტურად გათიშული იყო, ხო? მე მაინტერესებს ეს სცენა რა იყო. არაფერი, შერაზადაშვილის შეხვედრა იგოლნიკოვთან, მე და მგელაძე, ჩემი გიორგი მგელაძე ექიმი გამოვედი და კუთხეში ვიყავ, იმიტომ რომ იმის მერე ჭიდაობდა მექაური. და ხა მე ხო ვიცი, ხა როცა მე ვარ ხოლმე დელეგატი და მთავარი ექიმის შეჯიბის, ვინ მეხმარება და ლოკალ დოქტორები ვინ აყვდა, იაპონიას ყავდა 4-5 ექიმი, პლუს იჯდა ესპანეთის ექიმი, ოღონ არ იყო ძიუდოს ექიმი, ხა ყველა ხო ვიცოდი, იყო მე მგონი ხელბურთის ნაკრებიდან წამოსული დასახმარებლად და მოხდა ისეთი რაღაცა, რომ მე არა ვარ ვალდა, პლუს კიდევ თავარი ექიმია შეჯიბრის, ხლა მინდა ჩემი მეგობარი და ნუ საჯის პოზიციის დაარტყა იმან, მაგრამ ვერ დაინახა საჯმა და იმან რომ არ მისა იკონი, ამან გააგრძელა და ნუ საძილი არტერიაზე მოხდა ისა დაიძინა, დაძინებასაც შიმივაზა ქვია მაგას, დაიძო, დაიხშო ადამიანი, გააჩერა და ვიცი ყველაფერი რაც და ნუ ამას ხედავ, იმიტომ რომ მოეშვა და ჩამოყარა ხელები და ისა და უკვე ხედავ რომ კაცძინავს, აღარ ველოდები მე მსაჯს მაგდოს. ამან დაიწყო ხელების გამერე უკვე ეკიბეები იყო და ავირბინე და ესენი ვერ გაერკვნენ კიდევ რა და მოვასწრე და პირველი დახმარება რაც უნდა გააკეთო, ეხლა მე და გიორგიც მოვარდა, მე გადმოვატრიალე, ფეხები წაწევა, კამარი უნდა გავუხსნა და ელოდები რომ გააკეთო თუ არა და მე უკვე მიდის სხვა დამხმარე საშუალებები. მალე გამოვიდე ცოტა-ცოტა შემეშინდა, იმიტომ რომ ძალიან სწრაფად შევედით. და რაღაცა და ისა მე იყო რომ როცა ეგეთი რაღაც ხდება რეპეშაში აღარ აჭიდავენ და მე მივედი მე და მთავარი კითხავ ხლა აღარ გვინდა ვისი ბრალია და რა არის და ვაჭიდავთ მე მაგრამ იმდენად იყო დადგუნე ხა ორგზის სოფლიო ჩემპიონი იყო და ოლიმპიადაზე медаლი უნდა და რაღაცა და ვეღარ განეწყო მე და მესამისთვის ააგო მე რა იყო მესამე სური რო დაგეგვიანებინა რამდენიმე წამი რო გაგზავნე რამდენიმე წამი გვიან რო ასულიყავი რა ხდება გადაყვანა უკვე და რეანიმაციული საშუალებები ჩატარებ ხონი ეგეთი ისეთი მე ძალიან ბევრი ხონი ეგრე ტუნისელთან პირველი დახმარა აღმოჩნდა, მაგრამ მე რა ვატყობდი რომ ვერ გამოდიოდა და გავუშვა ავადმყოფოში. კი ბატონო, თუმცა იქ არის ხა ოლიმპიადა იმით განსხვავდება, ყველა შეჯიბს რომ მეტი მობილიზება საერთოდ შეჯიბზე სამედიცინო კუთხით. თუმცა ნუ მე ერთი პრინციპი მაქვს, როცა ვარ ექიმად და ჩემ ექიმებს ტელეფონი გამორთე რა, არ გინდეს ყველა იყურებოდა რაღაც და არ აინტერესდა თუ ხარ ძიუდოზე, რა ძიუდო, რაზეც არ უნდა იყოს სპორტი, წარი წამი.
შეიძლება უცბად და ფეხბურთში ერთი წამით გაგიხსნა კაცი გაიტანა გოლი. всё, ნოკაუტი როგორ შეიძლება გაგეშვა ხელები, სადაც გაიხელ, ეგრეა ძიუდოში. ერთი წამით მოდუნდი და ექიმიც ესე, ანუ ვინც არის გუნდი, ვინც მუშაობს, უნდა იყოს ერთი ოჯახივით ჩართული ბოლომდე გულშემატკივრობდეს. კარგი, მოდი ახლა მივყვეთ თანმიმდევრულად, ყველა ის ადამიანი, რომელთანაც ჩვენ მუშაობდა, პრაქტიკულად ყველა ოლიმპიური ჩემპიონია, ყველას თავის გზაზე ჰქონდა საკმაოდ სერიოზული ტრავმა. მოდი დავიწყოთ ძალოსნობით. მიმოვიხილოთ ძალოსნობა, თუ გირჩევნია ძიუდოთი გავაგზავნოთ. დავიწყოთ მაინც ასაუბრო ამ თემებზე და ამბალის ვიღე ძა უფრო ადრეა ვიდრე ძიუდო, ხო? დავიწყოთ. ნუ ეხა კადრები გადის, ლაშა, ნუ მაშინ არ ქონდა არაფერი, თურმანიძეს უფრო ქონდა ხრის და იმის პრობლემა და პლუს იცი რა არის ჩემთვის რომ წვნელი როდესაც კარგი ფსიქოლოგია თვითონ და კარგად ერკვევა მედიცინაში, აი ასანიძე მაგალითად ეგეთია. ხო, იმიტომ რომ ასანიძე იმდენია გადატანილი საკუთარ თავზე, რომ 15 ოპერაცია კი, თვითონ იმკურნალებს და. ხო, ამიტომ ძალიან კარგად იცი და ამიტომ მასთან ადვილია, იმიტომ რომ თვითონ აფასებს და მე მიხარია ის რომ წვნელი რომელიც ცulis ვარჯიშის ხანგრძლივობას ან ინტენსივ ან სწორად მიზნობრივად სპეციფიურ ვარჯიშს უცვლის არასპეციფიური, რათა ვარჯიში არ გაცდეს და პლუს ის ტრავმა თუ შეიძლება კიდე გართულდეს ამ კურნალობის პროცესში არის რეაბილიტაციას გადიცრო, მაინც არ დავაზიანო თავით. ამიტომ ადვილია. და დღეს მე შემილია გითხრათ, რომ რო არ მოგატყოთ 2008 წლიდან, აი პირველი ორი ოლიმპიადა გამიჭირდა. სიდნეიში ნაგავს ვეძებდი და ჯერ არ მქონდა, ათენში კიდე ყველაფერი არ მქონდა. მოდი ესე ვთქვათ. მე რომ მქონოდა, კი მოიგეს ახლა ზვიად და 50-ზე, მაგრამ მაშინ რომ ის კინეზოტეიპები, ტენზოპლასტები, სტრიპები, სპეციალური წებუები და 1000 რაღაცა არის, რომელიც გეხმარება, რომ რა თაბაში ვიღახმაროთ თაბაში და რაღაცა, გაგეკეთებინა და იმით გეჭიდავები და ასე მე უკვე ბექაურზე იყო, უკვე იმ ჰაი კლასზე მერე მივედი, მაგრამ 2008-დან უკვე მქონდა. კაი, 2004 რა ხანახსენე, მოდი გავიხსენოთ 2004. 2004-ში ათენის ოლიმპიურ თამაშებზე მან მე რამდენადაც მახსოვს ზვიადაურს ჰქონდა ფეხის პრობლემა და გაჭრილი ჰქონდა და პლუს ზარი ჰქონდა, ძვალზე ვერ მოვასწრით მის შემოშუქ. თუმცა მე გეტყვით რომ მისი ანუ მე სულ ვიძახი და მიყვარს ამისო, რაც მასწავლებს ზუსტად გუზბახიმო, რომ ტაქტიკა, ტექნიკა, ფიზიკა, ფუნქცია, ფსიქოლოგია ამ ხუთ ძირითადში, ნახე ფიზიკაში და იმაში იცი რომ კიდევ არის ცალკე მოქნილობას ის ფუნქცია და ფიზიკა საერთოდ ამოვარდილი იყო. და იყო ფსიქოლოგია, სადაც მუშაობდა შოთა ხაბარელი, მუშაობდა მედიცინა და იყო მისი ტექნიკური არსენალი. ანუ გუნებრივი მონაცემი. კაცმა მოიგო პირველი შეხვედრა კისტრუზი აგდეს იტალიელ ლეპრეს, მერე მოგვერძე რუს მოჭიდავეს, მერე წიცქვილაზე ფრანგს და ბოლოს ბრუნზეისურის, ნუ იმას რა ქვია, ფრანგი ეს იყო დემონფუკო და დემონფაკო, რომელთაც აგებული ქონდა სოფლიოს პირად. ნახეთ ახლა რა ხდება და იტალიელი იმ წლის ევროპის ჩემპიონია. და ახლა ნახეთ, აკეთებს და მისი ფსიქოლოგია რატომ ყოველი ის მე მახსოვს ბოლო ისე რომ ყველა სხვა ტკაზე ვეუნეოდი სპარინგზე რომ ამას მიუძღვენი, ამას დაბადების ღია ეს ის არის და ბოლოს დგევარ და იზუმი წინა დგას, მერე შოთა დგას და მერე თვითონ ესე იდგა მახსოვს და მე ტაბლოს უყურებს რომ რამდენი წამი დარჩა რომ რაღაცა განვაწყო და რაღაცა უთხრა და ამ პაუზა გაკეთა რაღაცა რა, იმიტომ რომ თავდება იხო და გამოვიდნენ ამა თავიანთი ისა ლაევი ჩაგიტო და ფინალური ბლოკი მათ მithumetes და მომიბრუნდა და ეს შეხვედრაო ვის მიუძღვნაო. აი მახსოვს სიტყვით რა და იმ დღეს გავიხსენეთ ჩემთან დადიწყა ფიზიოებზე ისევ დაიწყეს მონდომებულია ვარჯიში უნდა და ბიჭო რა უნდა მეთქოდეს ეს თავი ავჭე და დროშა იყო ეს წრეზე იყო და გაგა ჩვენი დროშა იყიდა მეთქი ეს შეხვედრა ისტორიის კუთვნილება გახადე მეთქი. და აი მახსოვს როგორ დაიღრიოლო და სუპირებ რაღაცა და გავიდა და თან ერთ მახსოვს რომ სულ მეუბნეოდა რომ იყვირეთო, მაგინეთო, იყვირეთო ის რატო? იმიტომ რომ იცოდა რომ იაპონეს ამაზე გადაუშვი, ისე იქცეოდა თითქოს ამ ხარეს სუსტი ქონდა ფეხი რომ მე აქედან და იაპონიაში აყლაპა რა ისე რომ თქვა. ანუ იცო ტიპი რა მდგომარეობაში ქონდა ზურა ფეხი მაგმა. ნუ შეხოვული ქონდა რაც შეგვეძლო იქ სპეციალური ესეთი მაშინ ვისაც გამოარდა გუპე ფეხბურთელებს შიტებიათ ეგეთი რაღაცა მოუძებნეთ, ოღონ იცი რომ მასალა უნდა იყოს ცოტა ისა და მე რა საშუალებით ანუ იქვე ადგილზე აყინავდი და ადევდი შეუხვევდი ყინული ყოველი მაშინ და რაღაცა და მაგიტო გეუბნე მაშინ არ იყო ეს ტექნოლოგიები. თო დღეს მთელი სოფლიო, იმიტომ რომ კახაბურიშვილია და მისი გუნდია ყველაფერი დაგვაქვს, ყველაფერი, აი აბსოლუტურად მთელი ჰოსპიტალი დაგვაქვს და მოდიან ჩვენთან, იმიტომ იციან რომ ყველაფერი მექნება.
კი ბატონო, ასანიძეს ჩვენ შევეხეთ, ასანიძეც არკეთაიმა იყო, იმიტომ რომ იცით რომ წინა წლის სოფლიო ევროპის ჩემპიონი, წლის საუკეთესო სპორტსმენი და ტრავმა მიიღო და მისგან არავინ არ ელოდა ოქროს, მაგრამ აი მის ხასიათში ის მაიკა ჩამაცვას უყვები ხომ ის ზვიადაუზე რაც გეცო ის ჩაიწვიო. ეხლა იმას მომიტანო ეს ბანანი რაღაცები ჩავა. ქრონოლოგია ზვიადაურის იყო, რამდენიმე დღის მერე ხო და მომაძებლინა ის ზვიადაუზე ყვითელი მაიკა მოცვია თუ არის იმებში და გეუნები ამოვიღე გასარეცხებიდან ჩავიცვი ბიჭო რა უნდა, მაგრამ თან მეუნევა რომ მე არ უნდა გავყოლოდი რა. ყველა განაწილებული ყავდა იქ ექიმები და არაო მე გუშინ ზმარი ვნახეო და შენის მაიკა გეცვა ყვითელიო ჩაიცვიო ეს მომიტანეო და მე დღეს ოქროს ვიღებო და მე და გრიქორო ვიყურეთ ერთმანეთს მე გამცალხა და გავუკეთე მე გამაყუჩებელი რაღაცა და გავიდა და ტივილები ხონდა ხონდა აი იმიტომ არის რომ ეგეთებით მოიგო ყველა ჩემთან ზვიადაური ცირეკიძე ბექაური ასანიძე მინდორაშვილი ყველა ზოგ თათი ქონდა მოტეხილი ზოგ დეკნი ქონდა მოტეხილი არც ერთი არ იყო მაგრამ ამას ვერ იტყვი იმ მომენტში იმიტომ რომ მე მაგალითად ყოველთვის არა ინვალი ხო და ხეჭუბი მე რაზე ვჩხუბობ იცი არაზოს არ დადოთ სურათი იმიტომ რომ შეჯიბრი არის ომი და მოწინააღმდეგე არ უნდა იცოდეს მე დაზორვასავი დადიან გაივლიან მე ხო ვატყობ რატო გამოიარა და სურათი უნდა თუ ატო რა არა ისინი დადიან რომ რამე ხო არ ხდება იქ იმაში და ეხლა ამ ბოლო პერიოდში სხვადასხვა ათენში არ იყო პეკინის მერე დაიწყო რომ აწერია ჯორჯია და გაგშენი ოთახი სამედიცინო ყველა ქვეყანას ხო მაგრამ როცა ბევრი ქვეყანა და თო დარბაზი გასახურე პატარა რამდენიმე ქვეყანას გიშვები ხოლმე მაგრამ საქართველოს ეხლა იმიტომ რომ კომისია პატივსებს თორე ხონია ეხლა ვიღაცები შემოდა მე ამიზრდ მაინც ყველგან მიმიწებებია რომ ჩემთან რა ვიდავინახო მეთქი გაქ ხერხები ხო ეშმაკური რაღაცები არა ეხლა მოვიცურე მაინც წააგებს ეხლა იამაიკელი ჯუდოისტი არას მაგრამ იამაიკაში მე რო ვიყო ძლევმაზე სირბილზე იქეთ მე გავაკეთებ გამოვეცლები რომ არ შეუძლია 2008 წლის ოლიმპიური თამაშები მინდა შეგნებულად შევინახო ბოლოსკენ იმიტომ რომ იმას ძალიან ბევრი და ძალიან განსხვავებული დატვირთვა ჰქონდა სურა ბექაურის საკითხი ბექაური პრაქტიკულად გამორიცხული იყო და ალბათ ბექაურის აი ეს ჯერ საერთოდ ოლიმპიადაზე გამოსვა და მეორე უკვე ოლიმპიური ჩემპიონობა ფანტასტიკის სფეროდან იყო რაც თქვენ გააკეთეთ იმ პერიოდში საერთოდ რა იყო ეს აქ ატეხილი პატარა ზulis ფრაგმენტი ქვემოთ აგლეჯილი კუნთები დელტისებული ტრაპეცია რა ყველაფერი დაზიანებული და ვერდიქტი მე კონსილიუმი მოვიწვიე რა ვიცი კი იყო ყველა მოვიწვიე და ყველა შენახული მე ყველას ისა რომ ამან უნდა ჩამოეკიდოს 2 თვე, მე კიდე 2 თვე რეაბილიტა. დრო რამდენი რჩებოდა? 23 დღე. 23 დღე. ეხა ყველა ვიც არ უნდა ეხა ვინც უყურებს, ვერ ყველა იტყვის რომ 23 დღეში ძulis შეხორცება გამორიცხულია, რაც არ უნდა მეთო. მაგრამ მის თვალებში დავინახე რომ მე გაუძლებ ტკივის თუ არსებობს რამე საშუალო, მე ეს ხელი არ ამდიოდეს. და ანუ ეს მოძრაობდა. არა, ეს ფრაგმენტი იყო, აი პატარა ხო და ფრაგმენტი მოძრაობდა. მოძრაობდა დაგვიფიქსირებინა და დავიწყეთ მეთქი რა შეიძლება, დავდექი ჩემს და ჩავთებერე ჩემი ტატიშვილის შენს გიორგი ლომიძე და ასკურავა საფენები რომ მეთქი რატო ჩემი სტუდენტი იყო და მეთქი აბა და ეს დარბოდა აქეთ იქით ჩქარა მამამისი ლექსოღვინიაშვილი, ქემხიშვილი, ყველა გარბოდა რომ მოგვესწრო სხვა ანუ ერთ დღეს რამდენიმე კლინიკა მქონდა აღებლიოს ნემსები, რომლითაც უნდა ეს გამეწოვა, ეს აღმედგინა, ის შემეხორცებინა, ნუ არის დღეს საშუალებები ტოჩინოჩი სურეკავი იაპონიიდან რაღაც გამოდის, რაფად ჩამოდის ყველაფერი, კორეიდან რაღაც ახალი ნემსები და მოყვებოდა მის თვალებში დავინახე რომ მე ყველაფერზე მზათა ვარ და თუ მივდივართ ოქროზე. ვინ არ დარეკა პოლიტიკოსებმა სხვადასხვა ჩინოვნიკები სპორტიდან, აუ ამას რად მოყავს შეცვალე ეკიპირება ვერ ჩაიცვათ, სხვადასხვა წერენ ხოლმე მაგას, მაგრამ არ აღიარებენ ბოლომდე ყველაფერს რა და ბოლოს ამ ორი კაცი დავრჩით და მე და ქევხიშვილი რომელსაც არის სურათებში რომ ის იჭერდა რომ თითები სპეციალურად არ განაზებოდა და კიმანოს შემცველობის იმაზე ეკიდა ორძელზე, ნაჭერზე რომ თითები და ერთხელ ვავარდიშეთ ხოლოდ და კოვიდი იყო არ დაგავიწყეს. ხო. მე თან დავბივარ აქეთ იქით ამდენ კოვიდის მენეჯერის იმაში და ერთი ვარდიში ჩავატარეთ აქა, შევხედეთ, ნუ გავაკეთეთ როგორც იყო, იქ იყო ფსიქოლოგიური მომენტები. და ჩავედით ვირბინე და ერთი მე აღლომზე გავედი და ერთი ვარდიში ჩაატარა კიდე კოდოკანში ნუ კოდოკანში იყო ის და ბუდოკანში იყო ის ოლიმპიადა სადაც უკვე რეგბისტებს გამოვარდით სპეციალურად ვინახავდა ცოტა იყო ის ეს დიდი ბარძაყის და მეთქი ამას გამოვიყენე პირველად თუ დავაკარი ცოტა არ მომეწოდეს და სულ თქვა და მე შევცვალე ცოტა ქვემოთ და წელს დავაჭერინე ეს ხელი და ნუ რაღაცა მოვიფიქრეთ ახალი ნახვევი
რომელიც ეთყობა კიდე ჭიდაობის დროს როგორ ქონდა და ერთადერთი იყო რომ ნემსი რომელიც დილაზე გაუკეთე გამაყუჩებელი საღამოთი დილა შუადღის მერე ფინალურ ბლოკზე იმდენად მოტივირებული იყო ამ 301 არაგველობით და ამ სიმღერით რაღაცა ვენიანიძის სიმღერით და რაღაცა პირად ვისწავლე და გუჯეჯიანმა რომ აი უსინდისო იყო აღარ გამაკეთები რატომ მინდა რომ ცოტა ტკივილი მქონდეს რომ უფრო ანუ ტკივილით იჭიდავა ბოლო ფინალი კი კარგი ხა მითხარი ერთი აღარ გამაყუჩებია ესეთი რამ შენ თვითონ აი ამ პროცესის მიმდინარეობისას კი ბატონო ბექაური მოყვებოდა გავი შენ თვითონ გჯეროდა რომ შეეძლო ამ მე მქონდა აი ხრებლები მომდის მე მქონდა ერთი ის რომ მეთქი თუ წავედი აი ღმერთის იმედად იმიტომ რომ მაგა ძალიან ისე მორწმუნე ოჯახი ყავს და იცი როგორც აი და მეთქი რაღაც ჯადოქრობა მოხდება მეთქი რა ამ ჭიდაოთ ოქროზე ან სხვა медали არ არსებობდა და პირველ შეხვედრაზე რომ თვალი ჩამიკრა უკვე დავწყანდი რომ მეთქი გავეზა და ნახევარფინალი იგოლნიკოს რომ მოგეთ ვიცოდი რომ ოლიმპიური ჩემპიონები ყავით რომ медали ხო იყო გარანტია იქამდე ნერვიულობდი ყველაზე მაგრამ ნერვიულობდი პირველ შეხვედრას რო გაეტანა იმიტომ რომ ის მომენტი რომ ჩვენ ხო არ გვიჭიდავთ ჩვენ ვივარჯიშეთ და ვარჯიშსა და ჭიდაობა შორის სხვა არის ხო იქ 100% არ გეჭიდაობა შენი სპარინგი და სხვა არის კონცენტრაცია იქ თავისა ტკივილი მართვა ყველა მეკითხება რა შეიძლება ტკივილის რა შეიძლება ტკივილი მიდის თავში და არ ტკივა იძახდა და არ ტკივა მორჩა ყველაფერს გამაყუჩა დემს შეიძლება ადამიანს გაუკეთო მაგრამ იმდენად ის იყოს არაადეკვატური არ მინდა და პანიკაში ჩავედა არ არის ეგრე სპორტი სხვა არის სპორტული მედიცინა იმით განსხვავდება სხვისგან რომ შენ მე იმით განსხვავდები მოქალაქე ავანტყოფისგან რომ მე კიდე უნდა ვიჭიდავდე იმ ჭიდაობისთვის შენ უნდა გაიმეტო შენი თავი თვითონაც თუ იცი რომ შეუცვლელი ხარ იმ მომენტში და ვერ შეგცვლიან იმ ოლიმპიადაზე და შენ არ არის ესა რომ ფეხბურთივით რომ შეიყვანო ერთი მოთამაშე და მერე გამოცვალდა რა თქმა უნდა რა ეგრე მეც შევიდოდი გავხდებოდი ოლიმპიური ჩემპიონი მაინც 10 წამი დარჩა და მაჭიდავეთ მე და დამკიდეთ მედალი მე და არ არის ეგრე კი ბატონო გეთახმები აბსოლუტურად ბექაურმა თქვენ ყველამ ერთად მართლა საოცრება მოახდინეთ იმიტომ რომ წარმოუდგენელია 23 დღეში ამ მსგავსი მასშტაბის ტრამვის იქამდე მიყვანა რომ გახვიდე ოლიმპიური ჩემპიონი გახდე 4 თვის მერე შეხორცდა ხელი ეს თვითონ ეს ოლიმპიადის მერე უკვე რომ ისვენებდა და საჩუქრებს იღებდა ხოლოდ მერე ვაკონტროლებდი ვეხოწებოდი ადრე ოლიმპიადის წინ სანამ წავიდეს 23 დღეში ყოველ მე-4 დღეს ვიღებდი იმიტომ რომ როგორ მოქმედებდა საფენები და როგორ მოქმედებდა ნემსები და როგორ მაგრამ ყველაფერს ვერ ვასწრებდით მაგრამ რაც შეგვეძლო ვაკეთებდი კი ბატონო თავარია რომ თვითონ მოყვებოდა თვითონ უნდა და ეს მის როგორ ადამიანი რა თქმა უნდა და ნახე წლები მე ძალიან ბევრი სპორტსმენი ყო რომელსაც წლები ამზადეს შეყავს პიქში იმ დღეს უნდა იჭიდაო იმ დღეს უნდა განეწყო იმ დღეს უნდა იყო იმ 5 ძირითადი ნიშით 50+1%-ით მაინც კი ბატონო გეთახმები ზურა წავიდა და ეგ იყო ბექაური ზუსტად ხო ბექაურმა ეგ შენ მომდევნო ოლიმპიადაზეც დაამტკიცა და არ ვიცი ჯერ კიდევ დიდი დროა დარჩენილი მაგრამ რატომღაც აი ღრმად მწამს რომ კიდევ დაამტკიცებს მომდევნო ოლიმპიადაზე. ეხლა მინდა იმიტომ რომ ნუ იცი, ნიეთქო შენი ჩართულობით მოხდება ეგ ამბავი დარწმუნება. პარიზში ხო მოხდა შენი ჩართულობით. გავიგე, მაგრამ მე არ ვიცი, მე მოხდები ლონდონში. მოხდები, საწყო. ამერიკის ოლიმპიადაზე. საწყო, შენ უნდა საწყო და მარტყოფში წავა. მარტყოფიდანაც წამოგიყვან. ზურა, ტალახაძის ფენომენი, არანაკლები ტრავმებით, ტალახაძე დაკარგა ფეხბურთო, მაგრამ შეიძინა ძალოსნობა. მე ვამბობ რომ მისი პირადი წვეი გახოკიზე, მაგრამ ასანიძე რო არ ყოლოდა მე არ ვიცი. ხო, მაგრამ ტრავმასთან მიდრეკილი ხო იყო? ტრავმასთან იყო, მაგით ჩაგიდე, ბარძაყის კუნთი გავდა, როცა ზუსტად 500-ისთვის ზათ ვიყავი და მართლა მოხდა ეგეთი რაღაც არის, მაგრამ ნუ მე ესეთი შრომის მოყვარე, ესეთი მონდომი, ესეთი დამჯერი, რა ვიცი. იმიტომაც გახდა სამოძის ოლიმპიური ჩემპიონი. რა ვიცი, ახლა მე რო შემელოს მის ჯანმრთელობას არა მაგ დღეს საშუალებები ყველა აპარატურა რომ მქონდეს აი შემპირდნენ ახლა პრემიერი მინისტრი რომ ავაშენებთო და ვარ მზად ახლა გადავედით იცი ჩვენი დიალოგში მეოთხესაც მოვაგებინე აი რა ვიცი თუ ნიზლავზე ყველაფერს გავაკეთებ ნიზლავს გააჩნია თვითონ გამომყვები ხელფასზე ცხოვრობდა არა ძნელია ახლა ვიცი ძნელია მაგრამ მე მჯერა რომ მას შეუძლია აი თავის თავზე მეტი გააკეთოს იმიტომ რომ რა ვიცი ძალიან მაგრებია თაობა მე ამაყივა რომ თაობას მოვესწარი რა ზურა ტალახაძე რო ფენომენალური ნიჭის პატრონია ამაზე არავინ არ დაობს და მან დაამტკიცა 500 მეც მინდოდა მზად ვიყავით თითქმის ვარჯიშზე ესე იგი ატაცი უფრო მეტი ქონდა 228 და 230-მდე შეელო და
268 ეს 7 აკეთებდა რო აკეთებულია 3 კილო იყო ისა რა 3 კილო სულ კარგი მან მოხდა ტრავმა და მე ძნელია ხო რა თქმა უნდა ტრავმა ძნელია პაუზა იქ ალბათ ცხოვრების წესის ცვლილება ხო ის რეჟიმი აღარ არის მოკლედ ძალიან ბევრი დეტალი თუმცა რო უყურა ეხლა სოფლიოზე ბოლოს დოხაში იმწოდას შეულებრივად ორჭიჭი გააკეთებდა შეიძლება ეხლა ვიღაცა ატაჩი ყველას აჯობებს დღესაც დარწმუნებული ვარ დასასრულისკენ უნდა წავიდე მაგრამ ჯერ მაგ დრო და 2008 ეს იყო წარმოუდგენელი ოლიმპიური თამაშები შენი ემოციებიდან გამომდინარე და ჩვენ ვიცით რა ხდებოდა 2008 წელს საქართველოში ამიტომ ის ქართველი სპორტსმენების თითოეული ქართველი სპორტსმენის გამოსვლა ნამდვილი ომი იყო იქ არა აქვს მნიშვნელობა ტატამი იქნებოდა ხალიჩა იქნებოდა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იქ ოლიმპიადაზე მონაწილეობა თითოეული ქართველისთვის იყო ჩვეულებრივი ომი ისეთი რომელიც იყო ჩვენ ქვეყანაში იყო ასე თუ არა ეგრე იყო დელეგაციის წამოსვლადაც იყო, მაგრამ სულ რამდენიმე კაცი ვიყავით. მე არ მინდა ვთქვა როგორ დარჩა, ვის დაურეკეთ. მე ასანიძე გრიქუროვი და იგო ბიჯიშვილი და სულ რამდენიმე კაცი იყო, დანარჩენები ჩანთესალაგები პირდაპირ გეუნდები რა. პირდაპირ გეუნდები და იყო ესეთი მომენტი, რომ ჩემი გამოჩენა ზუსტად მაგიტო არავის არ უნდოდა, იმიტომ რომ ძალიან უხეშად ვიქცეოდით. იმიტომ რომ თუ და რა ვიცი ის კადრები იყო, მეთქი პროტესტი შეგვიძლია ჩიბურაშკა ყავდა და მეთქი ჩიბურაშკა რაღაცა თილისმა იყო. და რუსეთის წინააღმდეგ რაღაცა ის, მაგრამ რა არის თავარი, რომ ოლიმპიადები იმიტომ შეიქმნა, რომ ორმები შეწყვეტილი იყო. მე ცოტა სხვა კუთხითაც უყურებდი, მაგრამ პირდაპირ ეგრე გვიპასუხა ჟაკროგმა, სადაც დელეგაცია წავიდა, რომ აი ესე რა ვქნა დავტოვოთ სოფელი თუ არა და მან პირდაპირ გითხრა წახვალ და დისკვალიფიკაციის მიიღეთ. ეს საშიშროება არის იყო, მაგრამ მე როდესაც ვისაც ველაპარაკე და მადლობას ვეუბნები დღესაც მას მე იმისათვის რომელმაც ერთი ზარით გადაწყვიტა ყველაფერი დელეგაცია დარჩა და მე მახსოვს ჩემი სიტყვები რომ პატრიარქის კუთხევითა ვარ მე მან მითხრა რომ სამოქროზე ვილოცებდა თელი სინოდი და ყველა ეკლესია და მე ვთქვი რომ ჩვენ სამოქროსო დაკლებს არ ავიღე და ჩვენი მოწინააღმდეგე მომენტში მე ოლიმპიადაზე რუსი შემხვდება მონგოლი ბოსტვანელი თუ რა მნიშვნელობა ყველა ჩემი კონკურენტი თავისთავად ამიტომ მე მივდიოდი მაგუნთ არავის არ წაგვიგია თუ მაგ ქვეყანას გულისხმობენ აბა გაიხსენე ცირეკიძე ცირეკიძე დღემდე ფინალია ხო ცირეკიძე ფრენბურთელები მინდორაშვილი გაიხსენე იმიტომ რომ мотиваცია სხვა ის არ იყო მარტო ყველა ერთნაირად იყო აჟიტირებული და მოტივირებული ვისაც მართლა უყვარს ქვეყანა და დღესაც ვფიქრობ რომ ეს ქვეყნის სიყვარული არ ჭირდება მაგას ფსიქოლოგია ეგ ყველას გენეტიკაში მოქვს და თუ გადიხარ და მიდიხარ საომრად всё ეს არის ფაქტი და ის დროშაც ის ცრემლიც ის ყველაფერი და ის შეძახილიც არის ყველაფერი ალალი და მართალი. რატო იყო კვირკველიას ჭიდაობა და კვირკველიას მოგება ესეთი ემოციური და განსაკუთრებული? იმ დღეს ორივე ჭიდაობდა და მახსოვს ცირეკიძე სულ მეჩხუბება ხოლმე რომ შეიძლება დამტომა მე ვთხარ მე ვიცოდი რომ ხილვა მაქვს მეთქი რომ დილოზე ვაკოცე ესე ჯვარი გადავწე და გეგეცა და წავიდა. კვირკველიას პრობლემა აქვს მეთქი რაღაც პირადული რაღაცები იყო და მე მას ვჭირდებდი რომ თვითონ მოითხოვე და მე დღეს ოროქროს ავიღებო და ეგრეც მოხდა. და კვირკველია ზუსტად ისეთი ის იყო რომ ჭიდაობის სტილიდან გამომდინარე, როცა უშვებდა კიცის, შეიძლება მოხსნა, მაგრამ ალბათ ჩვენი დღე იყო, არაფერი იყო რაღაც ისეთი ნიუანსი, მაგრამ აი როგორ გითხრა, აი ზედირბინა ხალხზე რა, აი ყველაფერი გააკი და არავის შანსი არ დაუტოვა, მაგრამ აი ერთად ყოფნა ბეგიდარ შემიიქა და აი ტრიბუნაზე ის აურა რას ტრიალებდა და მახსოვს ის რომ გამოვდივარ დროში აი სხვანაირად იყო მაგრამ ჩინელი თუ გამოვიდა ფინალში არ მეგონი აქეთ ჯგუფში იყო ყველაზე ძლიერები და აი რომ გამოვიდი ის იმიტომ რომ ნახეთ 2008 წლის ეს აგვისტოს მერე რო ხდება ის გამარჯვება იმ მომენტში ცირეკიძის და 20 წუთში მერე კვირკველიას გამარჯვება იყო გამარჯვება მაგრამ იყო ჩემთვის დამარცხებაც იმიტომ რომ ჩემი კოლეგები იღუპებოდნენ, საქართველოს გმირები იღუპებოდნენ, ხო? მე თუ სამხედრო ექიმი და შეიძლება მე ოლიმპიადაზე ვიყო, იქ ყოფილიყავი, ხო? მაგის გარდა იყო უსუსურობაც, რომ ვერაფერს აკეთებ ამ ქვეყნის წინაშე. იყო მადლიერებაც იმ ხალხის წინა, ვინც აკეთებს გულშემატკივრობას, უმადურობაც იმ ვაი ვიღაცეების წინაშე გულშემატკივრ რომლებიც არიან დღესაც ყველგან, ხო? და აი ეს იყო ალბათ ის მომენტი, რამაც ყველაფერი ერთად. ამას ეს ამას ვერ იმასი და ამიტომ იყო რომ რაღაცო გამოვიარე ოპერატორი მეძახის რომ რაღაცა თქვიოდა რა უნდა მეთქვა ბანალურად საქართველოს გავმა უცბად აი ესეთი რაღაცა რომ მეთქი ეს შენთვის საქართველო იმიტომ რომ ეს გამარჯვება იყო ზუსტად იმ გმირებისა და იმ ხალხის ვისაც
ჯეროდა რომ ის დელეგაცია რომელიც დარჩა იომებდა აი იმ სამის ყველაზე დიდი შედეგი ზუსტად მაშინ პირველად იქ დაიდო. კაი და ბოლოს კითხავ, ის საქმიანობა რასაც შენ აკეთებ, რასაც შენ ემსახურები, როგორც ემსახურები, შენ არ ემსახურები მარტო თითოეულ იმ ადამიანს, რომელიც ოლიმპიურ თამაშებს ან მსოფლიო ჩემპიონატებს ან ევროპის ჩემპიონატებს იგებს. შენ ემსახურები ამ შემთხვევაში ქვეყანას, იმიტომ რომ მე ბიჭებს სულ ვეუბნები, რომ თქვენს მიერ მოპოვებული ოქროს მედლები არ არის თქვენი კუთვნილება. ეს არის ჩემი კუთვნილება, ზურას კუთვნილება, თითოეული ქართველის კუთვნილება. მე მაინტერესებს, აი ეს შენი საქმიანობა, რასაც შენ ემსახურები. არის თუ არა შენი ცხოვრების გვირგვინი, პროფესიული თვალსაზრისით რო მე შემიძლია გითხრათ, რომ მე შემიძლია დღეს ამაყად დავამთავრო სპორტული კარიერა. უბრალოდ აი პირად საქართველოს მასშტაბით დავჭერ რაღაც კომისიებში ან ელემენტარული ლექციები წავუკითხო ახალგაზრდებს, მე ვეღარაფრით ვეღარ გამაოცებ. ვეღარა მე სპორტში მივაღწიე ყველაფერს. ხა მიკიდე 23 მედალი, რაც მოპოვებული მაქვს აი სპორტში, ამდენ ერთია ვერცხლი, ერთი სამი ბრინჯაო და ანჩე ოქროა და აი რომ ზივარ ხომე ჩემ თავთან ზივა და აი რა ბედნიერება ფიქრობ და ყველას რო გახსენე და შემიძლია მთელი დღე ვიჯდე როგორც მუზეუმი და ესე გავიყვანო დღე. ამიტომ მაგიტო გეუბნე კითხვა მე შემიძლია ვთქვა რომ დღეს ჩემი ცხოვრება სპორტში სამხედროდან ну ერთადერთი რომ ის 20% დასაბრუნებელი და მზათა ვარ მაგისთვისაც ქვეყნის გვერდში ვიდგე მე სპორტში შემიძლია ვთქვა რომ ჩემპიონობა ჩემპიონების გვერდში ყოფნით მე ჩემ თავს, ну არ იყო ეხლა რა თქმა უნდა ნიუანსები წაგებები რომელიც შეიძლება მე მივახციე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. შენ იმდენი ისტორია გაქვს მოსაყოლი, რომ ამას ერთი კვირა არ ეყოფა საეთერო დრო, მაგრამ ჩვენ მოგვიწევს კიდე აი ეს ეტაპობრივად შეხვედრა და შეიძლება რაღაც კონკრეტულად ერთი ისტორიის ირგვლივ ვიტრიალთ. მაგრამ თავარი მე რაც მინდოდა რომ შენგან მოვისმინე და მე ვფიქრობ მაყურებელიც კმაყოფილი დარჩა. მადლობა შენ. გაიხარე. იმისთვის რასაც აკეთებ, მადლობა რაც აქამდე გააკეთებული და მადლობა წინასწარ რასაც გააკეთებ და ზუსტად ვიცი რომ გააკეთებ, იმიტომ რომ შენ ამის გარეშე ცხოვრება არ შეგილია და წარმოუდგენელია შენც, იმიტომ შენ აი ამ ბედნიერების თავარი შემოქმედი უნდა იყო და თავარი ნაწილი. როდესაც ქართველი სპორტსმენები ოლიმპიურ ოქროს იგებენ და შენი წვლილი ამაში არის ძალიან დიდი. მადლობა. კიდევ ერთხელ. ზურაბ კახაბრიშვილი ვეღარაფერს ვეღარ დავამატებ, იმდენი ვესაუბრე უკვე და ისე დავახასიათე. უბრალოდ მადლობა მას კიდევ ერთხელ და მადლობა თქვენ რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე ვფიქრობ ძალიან საინტერესო ინტერვიუ გამოვიდა. ვფიქრობ რომ დავაკმაყოფილეთ თქვენი ინტერესით და მე ის გადამშენია და გემშვიდობა ზუსტად ერთი კვირის შემდეგ ტრადიციულად რუსთავი 2-ზე ტრადიციულად შაბათ დღეს 23 საათსა და 30 წუთიდან შევხვდებით ერთმანეთს და რასაკვირველია შევეცდებით შემოგთავაზოთ საინტერესო ინტერვიუ. შაბათს 23 საათსა და 30 წუთზე მოფარიკავე სანდრო ბაზაძე. ერთადერთი რამ მაკლია ცხოვრებაში კარიერაში, ერთადერთი медали, რომ მაგალითად თქვა რომ აი მე შევყარი ეს რაც არის ყველაფერი და დავდო ჩემი ხურჯინით როგორი ზახიან დავისუნე. ტოკიოში ძალიან დიდი ჩემთვის კარიერულად ყველაზე ცუდად დასამახსოვრებელი ოლიმპიური თამაშებია, იმიტომ რომ სამართლიანად რო ყოფილიყო ის ყველაფერი. მე ოლიმპიური ჩემპიონი ვიქნებოდი დღეს მინიმუმ ერთხლის მედალოსანი. რა ხდებოდა შენში ამ მარცხის მერე? ცხოვრებაში არასდროს არ ჩამიგდი ამდენი ხანი 7 თვე არ მივარდი შიალაში. აი ფსიქოლოგიურად დავჯექი და ვთქვი რომ აი უნდა დავბრუნდე სხვა გზა არ მაქვს. რა იყო მთავარი მიზეზი რამაც შენ ეს რწმენა დაგაკარგინა და 7 თვე უბრალოდ დაგსვა დარბაზის გარეშე? საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი ეს არის ისტორიული რამ, გავავსოთ დარბაზი. აუცილებლად. მაგამდეც მათ პირდები რომ გავაცნო ფარიკაობას ესე მაგარი მხრით. ჩემპიონები რუსთავი 2-ზე